დღეს ასევე რა თქმა უნდა კვლავ ვისაუბროთ არაბულ ინვესტიციებზე. არაბული ინვესტიციის პიარი კი საკუთარ თავზე ირაკლი კობახიძემ აიღო. საეჭვო პროექტის სარეკლამო ვიდეო რგოლში მთავარი ფიგურა სწორედ ივანიშვილის პრემიერია. შესაბამისი ვიდეო დღეს დილით ოცნების მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ის აცხადებს, რომ არაბულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება არ გასაჯეროვდება. ირწმუნება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება. კობახიძე ამ პროექტის პოზიტიურ შედეგებზე ცდილობს ფოკუსირებას, ისე რომ არც ერთ მწვავე შეკითხვას არ ცემს პასუხს. მე პირადად ორმა რამემ მომხიბლა ვიდეო რგოლზე ფონად დადებულმა მელოდიამ, რომელსაც იაფასიანის სარეკლამო რგოლების ხასიათი მოაქვს და ამავე ხარისხის დამაჯერებლობამ იმ ნაწილში, სადაც ამბობს, რომ კრიტიკოსებს არ დაუჯეროთ, არ გაგვიცვლია ეროვნული ინტერესები კორუფციული მიზნებისთვის და არც არაბული გავლენების ზრდა არ მოხდება. ეგენი იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოს რუსიფიკაცია მოხდებოდა, ანუ კრიტიკოსებზე ამბობს კობახიძე, რომ კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსიფიკაცია მოხდებოდაო და ხომ ნახეთ როგორი მტყუანები აღმოჩნდნენ. და ამას ამბობს რეჟიმის პრემიერი, რომელსაც წინა დღეს, 2 დღის წინ 48 გვერდიანი გადაუდებელი მოსაზრება ფაქტობრივად დასკვნა მოწერა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რაც ბოლო 1 წელიწადში გააკეთეთ, მაგ ტემპებით სრული ავტორიტარიზმისკენ სვლაში რუსეთსაც კი გადაასწარით. პროცესს არაფერი აქვს სასამართლო საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები. მინდა შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშლილი ყალბი-ქსენოფობიური კამპანია საქართველოს რუსიფიკაციისა და ეროვნული უსაფრთხოების შერხების შესახებ. მაშინ მოსახლეობას უთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დაუპირდით, რომ არც საქართველოს რუსიფიკაცია მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღესაც უბრალოდ იგივე სპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად აიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს. იგორ ჰილსის ხელწერა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ან მუჰამედ ალაბარის ცნობილი ფრაზაა, რომ ის აშენებს ახალ ევროპას. ანუ New Europe. ეს მისი ხედვით, ეს არის კორუფციაზე, გაუჭირვალობაზე დაფუძნებული